ოკუპაცია არის ჩემთვის ჩემი ქვეყნის წართვების ცდელობა. თავისუფლების შეზღუდვას პირველ რიგში რა. გორში ვიყავით უკვე, ომის შემდეგი პერიოდი იყო და ერთ-ერთ დანგრეულ სახლთან მივედით. ყველაზე დიდი შიში ვიქცევი. და ეს ყავდა მაშინ 1 წელი ზუსტად და პირველი რაზეც ვფიქრობდი, ხო, რა ვქნა, რა გავაკეთო. და ვიცით რომ ბავშვს ეძებენ. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი პირველ რიგში, ყველანაირად ყველა ადამიანი დაბლოკილი იყო. პირადად ჩემ ოჯახს ეხება. ამ დანგრეულ სახლთან ნანგრევებზე თოჯინა იჯდა ესე. და ბავშვი არ სადარჩა. და ღამის პირველ საათზე ჩამოვარდა ბომბი. არა ოკუპაციას. ბაბუაჩემ მაგალითად რო წასულიყო, რეალ მადრიდს უნდა ყირვოდა. წილნაყარია ღმერთთან. ყველას ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავისუფალი სიტყვის თქმა და ამაში ვერავინ ვერ შევხვდოს. ამისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.